ქრისტემ დაგლოცოთ სახელით ამამისაითა და ძისაითა და წმინდის სულისაითა. ღმერთმა შეიწიროს თქვენი და ყოველი იმ ადამიანის ლოცვა-ვედრება, ვინც ცდილობს, რომ უფალს წამოუდგეს და მიზან მიმართულად ეძებოს ის, ვინც ირწმუნა. ჩვენ წმენას ფასი არ აქვს, თუ ჩვენ არ ვიპოვეთ ის, ვინც ვირწმუნეთ. ჩვენ წმენას ფასი არ ექნება, თუ არ გავიცნობთ იესო ქრისტეს. მე ადრეს გითხარით რამდენჯერმე, როგორ ამბობს თუ არ ვცდები გრიგოლ პალამა, რომ ადამიანი თუ საუბრობს ქრისტეზე ისე, რომ მას არ იცნობს, ეს ძალიან საშიშია. ჩვენ საერთოდ მიჩვეული ვართ ადამიანები, ვისაუბროთ ისეთ თემებზე, რომელიც ჩვენ არ ვიცით. ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური მაგალითი არის, შეიძლება ასე ითქვას, გარდაცვალება. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გარდაცვალება არის, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩვენც გარდავიცვლებით. ჩვენ ვისაუბრია ამაზე, მით უმეტეს მღვდლებს გვაქვს ეს კადნიერება, მაგრამ სინამდვილეში არც ერთმა არ ვიცით ეს რა ფენომენია, იმიტომ რომ ამის გამოცდილება ჩვენ არ აქვს. ესეთი მაგალითი მოვიყვანე და მსგავსი რამ ძალიან ბევრია ჩვენ ცხოვრებაში. და ჩვენ მაინც ვარსებობთ, ვაგრძელებთ ცხოვრებას. მაგრამ ზუსტად ისეთივე დამოკიდებულება ჩვენ გვაქვს სარწმუნოებრივ საკითხებში. როცა ჩვენ საუბრობთ ყოვლადწმიდა სამების შესახებ, როცა ჩვენ საუბრობთ ქრისტეს შესახებ, როცა ჩვენ საუბრობთ ცხონების შესახებ, ჯოჯოხეთის შესახებ, მარადიული სიცოცხლის შესახებ ზოგადად, ჩვენ ზუსტად აი ამ მდგომარეობაში ვიმყოფებით, წარმოდგენა არ გვაქვს ეს რა არის და ვსაუბრობთ. და ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ისეთ დაბეჯითებითად, სხვებს ჭკუას ვასწავლით, ვარიგებთ, ტონი ცოტათი მენტორული გვაქვს და ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენი ესეთი თავდაჯერებული საუბარი ამ საკითხებში ისევე ვერ უძლებს გამოცდას, როგორც თითოეულმა ჩვენთანგანმა შეიძლება ისაუბროს სიკვდილზე, რომ ის რა კარგია, რადგან ჩვენ ქრისტესთან მივდივარ და საქმე-საქმეზე რომ იდგება, სიცხულისაგან შეიძლება ყველანი შევწყვეტ. ჩვენ რომც არ მოვინდომოთ, რომც ძალიანაც რომ არ გვინდოდეს, მოდი ასე ვთქვა. ჩვენ ვერ გავექცევით იმას, რომ ქმნით სახეს და თითქოს ნიღაბსაც ვიკეთებთ, რომ ჩვენ ქრისტეს ვიცნობთ. იმიტომ რომ 2000 წლოვანმა საეკლესიო ტრადიციამ მოგვიტანა ის, რომ ჩვენ გვაქვს ლოცვები, რომლებსაც წმინდა მამები აღმოსთქვავდნენ თავიანთი გაწმენდილი გულებიდან და ისინი ღმერთს ესაუბრებოდნენ, რამე თუ ისინი ღმერთს იცნობდნენ და ჩვენ ტრადიცია გვაქვს ესეთი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აგერ თქვათ წირვაზე რომ ვდგავართ. ასევე პირადი ლოცვებიც გვაქვს. და ჩვენ აი ამ ლოცვები ვიღაცამ რომ მოგვისმინოს და არ იცოდეს ჩვენ შიგნით რა ხდება, შეიძლება ეგონოს, რომ ჩვენ ღმერთს მართლა ვიცნობთ. იქ ისეთი სიტყვები წერია. ჩვენ რომ მოგვისმინოს ვიღაცამ რას ვლაპარაკობთ, ეგონებათ, რომ ჩვენ მართლა ვიცნობთ საკუთარ თავს. ჩვენ მართლა ვხედავთ საკუთარ თავში ადამიანის დაცემულობას. ჩვენ მართლა აღვიქვავთ საკუთარ თავს ყველაზე უფრო ცოდვილ არსებად სამყაროში. აი, ჩვენ რომ ვიღაცამ მოგვისმინოს, როცა ჩვენ ლოცვის ტექსტებს ვკითხულობთ, ეგონებათ, რომ აი ეს არის ვინც არის. მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, როგორც კი ამ ტექსტებს დავხურავთ ხოლმე და გამოვდივართ აი ამ მდგომარეობიდან, ჩვენი შინაგანი სამყარო როგორ იღვრება ჩვენს სიტყვებში, ჩვენს მიმიკაში, ჩვენს მანერებში, ჩვენს აბიტუსში ზოგადად, ჩვენს დამოკიდებულ, ჩვენს გულის თქმებში, გულის ზრახვებში. ხოდა აი ამის ფონზე, როდესაც ახლოვდება ღამე, როცა ჩვენ უნდა დავიძინოთ, ან გავერთოთ, ღამე ადამიანი ან ერთობა, ან ძინავს. ამ დროს, როცა ჩვენ მიუხედავთ იმისა, რომ ცუდი ამინდია გარეთ, ვდგები და მოვდივართ, მრავალი ძალიან შორიდანაც შეიძლება მოდიოდეს. მე ვფიქრობ, ეს ძალიან კარგია. ყოველ შემთხვევაში ეს არის
პატარა მცდელობა, რომ აი რაც ჩამოვთვალეთ, ეს ძალიან ცუდია. ჩვენ ესეთი ცუდები ვართ, მაგრამ ვერ ვეგუებით, ამას არ ვეპუებით ამას. და ვცდილობთ, რომ კიდევ ერთხელ მოვიდეთ და კიდევ ერთხელ ღმერთი ვეძებოთ. იმიტომ რომ თუ ღმერთი არ ვიპოვეთ, ჩვენ სარწმუნოებას ფასი არ აქვს. ჩვენ მატყუარები ვიქნებით უბრალოდ. მე მაგალითად არ მინდა ვიყო მატყუარი. თან ყველაზე მთავარში და ყველაზე მთავართან. და საშინელება ისედაც ცუდია, რომ მატყუარა ხარ და წარმოგიდგენთ ქრისტესთან რომ მატყუარა ხარ, ღმერთთან, საკუთარ თავთან, ცხოვრების საზრისთან, ყველაზე მნიშვნელოვანთან. ამიტომ სამუშაო ბევრი გვაქვს. საზრუნავი ძალიან ბევრი გვაქვს. აი მე ხა ცოტა შეიძლება მძიმეა თქვენთვის მოსასმენად, მაგრამ რაც ზოგადად უფრო და უფრო მინდა რომ ხმა აღარ ამოვიღოს საერთოდ. ახლა გუშინაც შეხვედრა გქონდა სტუდენტებთან ლექცია იყო და აი არ მინდოდა მთელი ლექციის განმავლობაში ძიმეთ ვიყავი და რაღაც მერეც არ მქონდა განსაკუთრებული სიხარული, იმიტომ რომ არ არის ის რაც უნდა იყოს. აი ხა დღესაც მაგალითად ვფიქრობდი რომ ალბათ არაფერს არ ვიტყვი მეთქი, მაგრამ აი ჩემი გულის ტკივილი გითხარით. არ შეიძლება ისე როგორც ჩვენ ვართ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ისე როგორც ვართ. მე საკუთარ თავს ხო ვიცნობ რა ნაგავიცვარ, მაგრამ თქვენ ჩემსავით ნაგობები არ ახართ მართალია, მაგრამ თქვენს ხო ცოტათი გიცნობთ. ჩვენ ხო ვიცი, მე ხო ვიცი, აი ამ დიდი როგორ პირობითად, მაგრამ აი მარტო საკუთარ თავს რო არ ვიცნობ და ჩემი მდგომარეობის გამო მრავალ თქვენთაგანს მეტნაკლებად რო ვიცნობ, როგორც თქვენ საკუთარ თავს მაცნობთ. მე ხო ვიცი როგორ გვიჭირს წმენაში, როგორ არ ვგავართ ჩვენ ქრისტეს. რა არის ჭეშმარიტების საზომი? დოგმატები, რომელიც მრავალმა თქვენთაგან მარც კი იცის და კაი თქვენ რაღაცა გესმით, რაღაცა ცოტა იცით, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ ძალიან ბევრმა საერთოდ არ იცის. რა არის ჭეშმარიტების საზომი? კარგი დისციპლინა, არც ერთ არ აქვს ეს დისციპლინა და ბოლოს დისციპლინა ნებისყოფამდე დაიყვანება და ის მაგარი ნებისყოფიანი არა, ყველას კაი ქრისტიანია თუ რა? რა სადამდე დადის ქრისტიანობა? რას ნიშნავს იყო ქრისტიანი? რას ნიშნავს ჭეშმარიტ სარწმუნოებაში მყოფობა? რას? ეს დაიყვანება მხოლოდ ერთ რამეზე. გავდე ქრისტეს. არც მათი არც დაკლები. სხვა არაფერი არ არის. მხოლოდ იმაზე, რომ ქრისტეს გავდე. თუ მართლმადიდებლობა ჭეშმარიტება და მე ღრმად მწამს, რომ ეს არის არათუ ჭეშმარიტება, არამედ ერთადერთი ჭეშმარიტება, ჭეშმარიტი სარწმუნოება მოციქულთა მიერ გადმოცემული, მაშინ ჩვენი ჭეშმარიტების დასტური მხოლოდ ერთი რამე უნდა იყოს, არა ის, რომ ჩვენი დოგმატები უფრო სწორია. იმას თავისი გონია სწორი. თავისი გონია. მორჩა, ვერაფერს ვერ დაუმტკიცე. არამედ არც ის, რომ ჩვენ უფრო კარგები ვართ ვიდრე სხვები, რამდენ კათოლიკეს, მუსულმანს, იეჰოველს, ათეის შეხვდები. ზნეობრივად ჩვენ არ ჩამოგჩება და გჯობია ბევრ რამეში. ანუ ყოველ შემთხვევაში გარეგანი მოწესრიგებულობა, ადამიანს შეუძლია გარეგანი მოწესრიგებულობას მიაღწიოს ისე, რომ არანაირი რელიგიის მიმდევარი არ იყოს საერთოდ. ერთადერთი კრიტერიუმი ჭეშმარიტების შეფასებისა, ჩვენი ჭეშმარიტობის დასტურისა არის ის, რომ ჩვენ გავდეთ ქრისტეს. ჩვენ ამ ხრივ, რა თქმა უნდა, გვაქვს საამაყო, კაი გაგებით, იმიტომ რომ ჩვენ ყვანა წმინდანები წარსულშიც, უახლოეს წარსულშიც და აწყოშიც თითქმის ჩვენი თანამედროვეები, რომლებმაც ჭეშმარიტად ქრისტე გააცოცხლეს. ამას რა ვკითხულობდი? ეხლა ჩვენ არ გვისმენს დედამიწის მეორე მხარეზე, ამიტომ შეიძლება ვთქვა. იოსების სიხასტის ჩემთვის უსაყვარ, აი საკუთარ მოზღვრად ვთვლი, შეიძლება ასე ითქვას, იმდენად ძვირფასია ჩემთვის ეს ადამიანი და მისი სულიერი შვილის ეფრემ არიზონელის, ეხლა არის ამერიკაშია და ისე ფილოთეველის, ორივე სახელდებით არის. და როგორ ახასიათებს ეს ადამიანი, ეს ჟურნალისტი, რომელიც იქ ჩადის, ეფრემ არიზონელს და ვერ პოულობს სიტყვებს და მე ამბობს, რომ იცით რა, ის ქრისტეს გავდაო და მორჩა. ეს მართლაც ესია, ჩახედეთ მის თვალებში, აი ეს საოცრებაა მოკლედ ეს ადამიანი. აი ეს არის ერთადერთი დასტური, ჩვენი
ჭეშმარიტობაში მკვიდრობისა ქრისტეს უნდა გავდე და თითოეული ჩვენთაგანის მანერები, როდესაც გარეთ, როცა გავდივართ, ეხლა აქ ყველანი კარგები ვართ, გავართ რაღაცა. აი გარეთ რო გავდივართ, ჩვენი ურთიერთობები ადამიანებთან. თუ ისეთი არ არის, როგორიც ქრისტეს ექნებოდა სხვა ადამიანებთან, ჩვენ ძალიან შორს ვდგავართ ჭეშმარიტები. შეუძლებელია, რომ ჩვენ რაღაცნაირად და თუ ჩვენ ქრისტეს არ დავემსგავსებთ და თუ ჩვენ ქრისტესთან ერთად არ შევალთ სასუფეველში, ანუ ღვთის სამეფოში, ანუ ყოვლადწმინდა სამების წიაღში, მას ჩვენ საერთოდ ვერ შევალთ. ვერავინი მივა მამასთან თუ არა ჩემს მიერ მაცხოვარი ამბობს. და თუ ესე არ არის, მაშინ ან ქრისტე ტყუის, ან ჩვენ რაღაც ხო გესმით? ესე ქრისტესთან ერთად უნდა შევიდეთ სასუფეველში. იგი ჩვენს წინამორბედად შევიდა, ხო? პავლე მოციქულის ამბობს. თუ ის არის გზა, სხვა არ არსებობს, და რას ნიშნავს ქრისტესთან ერთად შეხვიდე? ის მემკვიდრეა, ხო? შენ თანამემკვიდრე ხარ, ესე ამბობს პავლე მოციქული. რას ნიშნავს ქრისტესთან? შენ მისი სული უნდა გქონდეს, ქრისტეს სული თუ არა გაქვს, პავლე მოციქული ამბობს, ქრისტესი არ ახარ. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მას უნდა გავდე, თორე თუ არ გავხარ, მაშინ არაფერი არ გამოვა. გესმით? ჩვენი ნიშნული სად არის აწეული? ხედავთ სად არის ჩვენი? ჩვენი, იცით როგორ არის? არა თუ მეტყველება, როცა ჩვენ ხანდახან ბიბლს ვიტყვავებთ, კრეხელობას ვიტყვით, უზნეობაზე გავიცინებ, აღვირახსნილად გადავიხარხარებთ. აი ხო, ადამიანს ხო ჩვევია რაღაც მანერები ისეთი, დავჯდებით რაღაცა ისე რომ გესმით? ეს ერთი მხარეა. არის მეორე დაფარული მხარე. დამოკიდებულება. მე ადრეს გითხარით, ხო? ჩვენ როგორ დამოკიდებულება გვაქვს? ადამიანში კარგს კი არ ვეძებთ მიზანმიმართულად, ცუდს ვეძებთ, რომ გამოვიჭიროთ. და ეს არის ზუსტად ეშმაკი ცილისწამებელი, ცილსაწამებელი. ანუ ეშმაკი ესეთია, ის ეძებს მხოლოდ ცუდს, და თუ ვერ პოულობს კიდე ეშმაკი ის აი ინგლისური გამოთქმა როა, ხო, შავი კატა ბნელ ოთახში. ვერიპოვი შავ კატას ბნელ ოთახში, მით უმეტეს თუ ის იქ არ არის და ეშმაკი მაინც ეძებს და პოულობს. ტვირობითად. მას მეტი საქმე არ, ჩვენ ზუსტად ესე ვიქცევით ადამიანებთან ურთიერთობაში. ხო და აი მე მის თქვა მინდა რომ ჩვენ თუ აი ამ გზაზე არ დავდექით და არ გავიაზრეთ, სად ვართ? როგორია წარმოიდგინეთ, ხო? ესე იგი ჭვალობდე, ღამეს არიძინებდე, წლების განმავლობაში მარხულობდე, არა მარტო საჭმელთ, არამედ ბევრ ამას იკლებდე. და ეს ყველაფერი იყოს ილუზია. ანუ ხიბლის მდგომარეობა, რომ შენ გეგონოს, რომ შენ ცხონების გზაზე ხარ და სინამდვილეში ცხონების გზაზე არ იყო და ეს ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, მოემსახუროს საკუთარ თვითკამაყოფილებას, რომ რა კარგი ვარ, აი ამას და არა იმას, რომ ქრისტეს დავემსგავსოთ. ხო, გესმით, ეს რა კოშმარი იქნება საბოლოო ჯამში. იმიტომ რომ ხიბლის სწორედ ეს არის, როცა ადამიანი საკუთარ თავს ატყუილებს, სულ მუდამ. თუ რაღაცა გონია საკუთარი თავი. ღმერთმა დაგვიფაროს ამისა. ანუ ჩვენ გვაქვს ერთადერთი საზომი ჭეშმარიტებისა, ერთადერთი ეს არის გავდეთ ქრისტეს. ამიტომაც არის მუდამ წმინდა წერილთან ურთიერთობა აუცილებელი, რომ მაგრამ გავდე ქრისტეს ესე არ გამოვა, მსახიობივი ქრისტეს როლს ვერ ითამაშებ, ეს არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი. აი მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ აი მელ გიბსონის ცნობილი ფილმი ხო, ქრისტეს უნებარი, ძალიან კარგად ითამაშა იმ მსახიობმა ქრისტეს როლი. მაგრამ სინამდვილეში, რეალობაში ქრისტეს როლს ვერავითარ შემთხვევაში ვერ ითამაშებ. ეს არის შინაგანი მსგავსება ქრისტესთან, როდესაც მისი ძმა ან და ხდები და უკვე გაქვს კადნიერება ზეციურ მამას უწოდო მამა. მამას უწოდო მამა, როგორც შვილმა, ნამდვილმა შვილმა და არა როგორც უბრალოდ ქმნილებად. ვერ ითამაშებ ქრისტეს როლს. ვერ ითამაშებ. შენ უნდა გახდე ვითარცა ქრისტე. სხვა ვარიანტი არ არის. ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მადლი უნდა მოვიპოვოთ. მადლი, ანუ საღვთო ენერგია. ეს ყველაფერი თუ ასე ვითარდება, მაშინ ნიშნავს, რომ ჩვენ ქრისტეს უკვე ვიცნობთ. გავიცნობთ, თუ არ გავიცანი ეს არ მოხდება. და აი ჩვენი უმთავრესი საქმიანობა ლოცვაში. ლოცვაში რამეს კი არ უნდა ვითხოვდეთ. ლოცვაში ღმერთთან ყოფობა უნდა გვინდოდეს.
ჩვენ ლოცვას სულ ესე გგონია, ყოველ შემთხვევაში ეს წარმართული სულით მოვედით და ხშირად ამ წარმართულ სულს ვინარჩუნებთ ეკლესიაში. რომ ლოცვაში რაღაცებს ვითხოვთ. გან არ არსებობს სათხოვარი, მესმის, მაგრამ ეს არის ყველაზე დაბალი ხარისხის, აი ლოცვის თავარი დანიშნულება არის, არა ის რომ რაღაცა მოითხოვო. ლოცვის თავარი დანიშნულებაა, რომ შენ ლოცვის პერიოდში ისწავლო, რომ ღმერთთან იყო, აი იყო, მასთან იყო და ეს ყოფნა შენში ვლინდებოდეს როგორც შეგრძნება, განცდა, სუბიექტური განცდა ობიექტურად არსებული რეალობისა, იმ რეალობისა, რომ ღმერთი არის და ის არის შენთან. ვეცადოთ. ვიშრომოთ. საოცარი ბედნიერება მოაქვს და სისავსე. და აი ამ საქმეში ძალიან დიდი როლი აქვს ზიარებას, როცა თქვენ იშვიათად ეზიარებით ხოლმე, ხო და როცა ჩვენ და სამწუხაროდ როცა ზოგიერთი მოძღვარი აკეთებს ამას, როცა სასუფეველის კარს გადაუკეტავს ადამიანებს. ზიარების იცით როგორ არის, აი ჩვენ ქრისტეზე ვამბობთ, ეს არის ჩვენი იმედი, ჩვენი სასოება, ხო, სასოება ძველ ქართულად, იმედი ახალ ქართულად. ჩვენი იმედია. იმედი იმაშიც, რომ აი ხო ვიწვალე და არაფერი არ გამოდის და უნდა უკვე გამოცდილება გქონდეს, აი არ გამოდის, ღმერთთან ყოფობა არ გამოდის და ჯვეზიარები და გამოვიდა. ცოტა ხანი მაინც ერთი დღე, ერთი საღამო, რამდენიმე საათი გამოვიდა. მე ისევ წვალობ, არ გამოდის და ეზიარები გამოვიდა. და უკვე ბოლოს მიხვდები, რომ თუ არ ეზიარი არ გამოდის და რო ეზიარები გამოდის, მე იმასაც მიხვდები, რომ მარტო ზიარება არა, ზიარებამდე უნდა ეძებო. ზიარების მერე უნდა შეინარჩუნო. და როცა ეძებ და მერე ინარჩუნებ, შუაში როცა ეზიარები გამოდის და უკვე შენთვის ზიარება ხდება ცხოვრების აი მართლაც ეს არის შენი სიცოცხლე, იმიტომ რომ ის რაც შენ გინდა იყო ღმერთთან, გამოდის სწორედ ამით. და შენში ცოცხლდება ეს საოცარი სიტყვები. ვინც შეჭამს ჩემს სისხლს და ხორცს, ის არის ჩემთან, მე ვარ მასთან და მასში იწყება მარადიული სიცოცხლე. ეს არც თეორია, არც ფილოსოფია, არც ღვთისმეტყველება, ეს არის ჭეშმარიტი სიცოცხლე ქრისტეში, მორჩა და გათა. ეს უნდა განიცადო, ეს უნდა შეიგზნო, ამაში უნდა იმყოფებოდე, ამით უნდა ცხოვრობდე, ამით უნდა არსებობდე, ამით უნდა სუნთქავდე. და შემდეგ შენი ცხოვრებით ამას ამოწმებდე, რომ სხვას გაუჩინო სურვილი ასეთნაირად იცხოვოს. ასე იცხოვრო, ასე მოკვდე, იმიტომ რომ ასე როცა მოკვდები, აღარ მოკვდები, არამედ გარდაიცვლები სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ღმერთმა ამის ძალა მოგცეს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.